საქართველო რა არის? ამასაც ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ ახლა იმაზე მეტი, რასაც მე-19 საუკუნის გრიგოლ ხანძთელი და მე-10 საუკუნის გიორგი მორჩულე ხედავდა. ოდესაც პირდაპირ განგვიმარტეს რა არის საქართველო. ეს მე მგონი ყველამ ვიცით ჩვენ. საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი ქართულად აღევლინების, ანუ ძალიან ხალხურად რო ვთქვათ, საქართველოა იქ სადაც ქართულ ენაზე სამყაროს შემოქმედს ესაუბრებიან. და ეხლა უფრო რო კონკრეტული სახე მივცეთ. საქართველო არის იქ, სადაც ქრისტეს ეკლესია, იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთადერთი სულიერი, პირველ რიგში სულიერი ადგილი, საიდანაც ლოცვები აღევლინება და ღვთის საყდრამდე მიდის. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა რომ აი ეს ჩემთვის კომფორტია რომ ყველგან საქართველო იყოს. იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ქართულ ენაზე საუბარი რომ მესმის, ეს აი რაღაცა მუსიკასავით მესმის, ქართულ ამბავს რო უყურებ, მუსიკასავით არის, ქართულ პოეზიას, ქართულ ლიტერატურას, ქართულ ენაზე თარგმანსაც რო ვკითხულობ, ეს არის უბრალოდ აი როგორც ბახის მუსიკა ამშვენიერება, მართლა მშვენიერება, ამოუწურავია, ბახის მუსიკა ასეთივე ამოუწურავია, ქართული სიტყვა, ქართული ამბანი, ქართული კლასიკა, ქართული პოეზია, ქართული პროზა, ყველაფერი ეს ამას დავამატებ, გავაგზავნებ საქართველოს დიდებული ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი შედევრები ნებისმიერ ხელოვნების სფეროში, ქართული ქორეოგრაფია, ქართული მრავალხმიანობა, სადაც არ ქართველი ადამიანი ულამაზესი. ეხლა გვიწევს ხო სიარული ევროპაში, სხვადასხვა ადგილებში. აი ქართველი ადამიანი არის ულამაზესი ადამიანი, ყველა უნიჭიერესი. კომფორტია რომ სადაც ახლა ყველგან საქართველო დაგხვდეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ იქ ხვდება საქართველო, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა და პატრიარქს მართლა ღმერთმა მისცა ეს გულისხმის ყოფა, რომ ეს ემიგრაცია რო დაიწყო, პატრიარქმა ჩათვალა, რომ რა თქმა უნდა სოფლიოში გაბნეულია მართლმადიდებელი ეკლესია და ყველგან შეიძლებოდა თქვენ ვინც მორწმუნენი ხართ, გეპოვათ თქვენი ნავსაყუდელი სულიერი და ესე იგი ყოფილიყავით ქრისტიანები. მაგრამ ქართველობას დაკარგავდით და ღმერთი ქართველობით კი არ გვაცხონებს. ხანდახან როცა ძალიან ბევრს საუბრობთ სამშობლოზე, ზოგს ილუზია ექმნება, რომ ღვთის წინაშე რო წარსდგები, კითხავენ ქართველი ხარ თუ არა. არავინ არ კითხავს ქართველი ხარ თუ არა. და თუ კითხავს, ჯობია არ კითხოს, იმიტომ რომ თუ კითხავს ქართველი ხარ თუ არა, მოგკითხავს, რატო დავითის და თამარის და ილიას და ვაჟას და ასეთი ადამიანების მიმდევარი არა ხარ, თუნდაც სამშობლოს სიყვარულით, იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო ქრისტესწველი სამშობლო. ამიტომ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ქართველობა რაღაც პრივილეგიას გვაძლევს ღვთის წინაშე წარსდგომისას. არა. ქრისტიანობა არის ის ქრისტესთან ერთო, ქრისტესთან კომუნიკაცია. მე პირდაპირ გეტყვით, მხოლოდ ქრისტეს მცნობელობა. ქრისტეს მცნობელობა გადაარჩენს ადამიანს და არაფერი სხვა. აქ ლაპარაკი სხვა რაღაცაზეა. მაგალითად, ქრისტეს ცნობელი რომ იყო და შეიძლება რომ მამა რო ხარ, ცუდი მამა იყო. ქრისტეს ცნობელი რომ იყო და ეს არის მაცხონებელი, შეიძლება რომ შვილი ხარ და მშობლებისათვის ცუდი შვილი იყო. ქრისტეს ცნობელი რომ იყო, შეიძლება რომ ცუდი მოქალაქე იყო და უზნეო და ასე შემდეგ. ანუ ქრისტეს ცნობელობა, რომელიც არის მაცხონებელი, ხომ არ გამორიცხავს ჩვენს მიწიერ ვალდებულებებს. ექიმი რო ხარ, ქრისტეს ცნობელობა რა გაცხოვნებს? შეიძლება რომ ტვირთად გედოს, რომ ცუდი ქირურგი ხარ და ადამიანებს ხოცავ მაგიდაზე და ასე შემდეგ. და ზუსტად იგივეა ამ სამშობლოსთანაც დაკავშირებით. ქრისტეს ცნობელი რო ხარ, როგორ ვერ გაითვალისწინე ის, რომ შენ რო რწმენა მოგეცა ყოვლადწმიდა სამება ღმერთისა და რწმენა მოგეცა ადამიანად მოსული განკაცებული ღმერთისა, შენ რომ იცოდი, რომ იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი ადამიანად მოსული, ისე იცოდი, რომ შენს გონებას, შენს ლოგიკურ აპარატს ამბოხი არ ქონდა, მუცნაური სარწმუნოების მიმართ, ეს რომ შენი წინაპრების დამსახურება, რომლებმაც ლოცვით, შრომით, სისხლით, ოფლით მოიტანეს, შენ სარწმუნო კვდებოდნენ იმისათვის, რომ შენ დღეს ქრისტეს ცოდნოდა. და ბუნებრივია რომ გიჩნდება ეს მადლიერების განცდა შენი მოწამეობრივი ერის წინაშე, შენი წინაპრების წინაშე და გიჩნდება სურვილი რომ ბიჭო მეც გავაგრძელო ეგ საქმე რა, იმიტომ რომ ჩემს მერე ჩემი შვილები, შვილიშვილები ისინი მოდიან და მოდი რა მეც შეუნახავ.
მე გავაგზელებ, ესტაფეტას ავიღებ, რომ აი დავითის ლაშქარში ჩავეწერო, თამარის ლაშქარში ჩავეწერო და გავაგზელ გრიგოლ ხანძთელის მიმდევარი ვიყო. ვის უნდა ვბაძავდეთ ქართველი მღვდლები თუ არა გრიგოლ ხანძთელს. გესმით და აი ეს დამოკიდებულება რო გიჩდება და მე შენ ლამაზ ენაზე რო ღმერთს ადიდებ, მე გიყვარდება შენი სამშობლო არა ბიოლოგიური ინსტინქტით, რომელიც ყველა ერის წარმომადგენელს თავის სამშობლოს მიმართ გააჩნია, არა ურა პატრიოტული რაღაცა მუშტების კერჩი ცემით, არამედ ჭეშმარიტი ნამდვილი მოყვასისეული სიყვარულის მცნებით, რომელიც მეორე ცნებაა ღვთის წინაშე ღვთის სიყვარულთან ერთად და მე გიჩდება სურვილი კი არ იმსახურო სამშობლო და შენი ნიჭიერების რეალიზების ასპარეზად კი არ გადააქციოს შენი სამშობლო. და კი ისეთი აზრები კი არ მოგივიდეს, რომ აი ქვეყანაში საქმეები რომ დაალაგდება, მე ჩავალ და მეც კარგად ვიცხოვრებ. არამედ გაგიჩნდეს სურვილი ილიასეული, ვაჟასეული, იაკობ გოგებაშვილისეული, რომ ჩავიდე და აქეთ ემსახურო გაჭირებულ შენს ქვეყანას.